ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, ხოლოს მაესტროზე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჯერ სუფრა, შემდეგ პოლიტიკური განცხადებები, ასეთი სცენარით წარიმართა დღეს ქართული პარტიის პრეზენტაცია. ლევან გაჩეჩილაძემ ქართული პარტიის წევრთა დამსახურებები ასე აღწერა. ირაკლი ოქრუაშვილს დიდი გამოცდილება აქვს ბრძოლისა და მოძრაობის. ეროსი კიწმარიშვილს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროპაგანდის. სოზარ სუბარს ადამიანის უფლებების დაცვის, ხოლო კოკა გუნცაძეს პოლიტიკური მენეჯმენტის. ძველი სახეების გარდა რას თავაზობს ახალს ქართული პარტია ქართულ საზოგადოებას? ამ კითხვაზე პასუხს დღეს ლევან გაჩეჩილაძისგან პირდაპირ საუბრისას მოვისმენთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს შეაფასებს. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ლევან გაჩეჩილაძე. ბატონო ლევან, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გამარჯობათ. და ჩემი პირველი შეკითხვა, ხო, ასევე გილოცავთ ახალი პარტიის დაფუძნებას. მადლობა. რას თავაზობს ახალ საზოგადოებას ქართული პარტია, გარდა იმ Pink Building-ის კუთვნილი შენობისა, რომელიც მართლა განსხვავდება დანარჩენი პარტიების ოფისებისგან? ახალს თავაზობთ ძალას, სიძლიერეს, დისციპლინას, პარტიულ პოლიტიკურ დისციპლინას, პარტიული პოლიტიკური სისტემის აშენებას, ერთი, თავაზობთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ნებისმიერ პროცესზე, რომელსაც ჩვენ შევუდგებით სათავეში. ახალ სახეებს შევთავაზებთ ჩვენ ყრილობაზე, ძალიან საკმარისი რაოდენობით და კარგი პროფესიონალიზმით. გამოჩნდებიან ახალი პერსონები თქვენი პარტიის რიგებში? ვისაც არ იცნობს შენ ქართული საზოგადოება? დღეს იყო უბრალოდ ინიციატივა, ეს იყო ინიციატორთა შეკრება, ჩვენი დამფუძნებლების ხვებიც არიან, ახალი სახეებიც იქნებიან და ასე შემდეგ. ახალს ვთავაზობთ იმას, რომ ჩვენ გვექნება რამოდენიმე საკითხში განსხვავებული ხედვა ქვეყნის აღშენებლობის სიტუაციაში, ჩვენ არ ვიქნებით მხოლოდ ორიენტირებული კრიტიკაზე, მხოლოდ და მაგრამ ისე იქნებით კრიტიკაზეც ორიენტირებული? მხოლოდ კრიტიკაზე და ნგრევაზე არ ვიქნებით ორიენტირებული, თუმცა შეიძლება რაღაცეები დავანგრიოთ კიდევაც სტერეოტიპებიდან დაწყებული ამ რეჟიმის სიმბოლოებით დამთავრებული. სხვათა შორის თქვენმა ოპონენტებმა დღეს თქვენ რომ საზოგადოებას შევთავაზებთ, რომ როდესაც ჩვენ ავიღებთ ჩვენ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი და კეთილდღეობა მოვა ქვეყანაში. თქვენმა ოპონენტებმა თქვენს, რომ თქვენი ერთადერთი მთავარი პრიორიტეტი არის აგრესია, რომელიც დღეს საზოგადოებაში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. თქვენ ახლა ნგრევაზე საუბრობთ. არა, სტერეოტიპების ნგრევა ეს არ არის ფიზიკური გაგებით ნგრევა. სტერეოტიპების ნგრევა ეს არის, რომ უნდა დავანგრიოთ ნიჰილიზმი, უნდა დავანგრიოთ უიმედობა, ჩვენი კონკრეტული მაგალითით, ჩვენი გინდაც ერთად დგომით და ერთობით. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ტყუილის სისტემა და პროპაგანდის სისტემა, რაც დღეს არსებობს და თქვენი და სხვა თავისუფალი ტელევიზიების თუ მედია საშუალებების დახმარებით და ასე შემდეგ ჩვენ უნდა დავანგრიოთ შიში, უნდა გავტეხოთ ეს შიში და სააკაშვილის დღევანდელი რეჟიმის მაინც ამომცდა ეს გვარი, სულ მინდა რომ არ ვთქვა, იმიტომ რომ უნდა დავანგრიოთ დღევანდელი რეჟიმის სიმბოლოები, რომელიც არანაირად არ ეწერება ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში. ბატონო ლევან, ყოფილი ომბუდსმენი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ელჩი რუსეთში, მრავალი ოპოზიციური პარტიის ყოფილი წევრი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. დღეს ბევრჯერ დაისვა ეს კითხვა და ვერ ვიქნები ორიგინალური, მაგრამ მართლა მაინტერესებს რა არის თქვენი გამაერთიანებელი? რა არის ის ნიშანი, რითიც გაერთიანდით, რის მიხედვითაც? საერთო ინტერესი არის ჩვენი ნიშანი და ინტერესი ქართული სახელმწიფოს ჯერ გადარჩენისა ამ რეჟიმის მოშორებისა და შემდეგ
ნამდვილად საქართველოს ისტორიაზე დამყნობილი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აშენებისა. ინტერესი არის დღევანდელი ჩვენი ხალხის გადარჩენისა, რომელიც უსკულის პირას დგას და უკანასკნელი ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები ამაზე მეტყველებს ხალხს უკვე პულის ფულს ართმევენ და იჭერენ მასიურად იმისთვის, რომ პულის ფულიც კი წაართვა. ეს არის გამოერთიანებელი, ეს არის ძნელია ესეთი გაერთიანება, მართალი რო გითხრათ, ჩამომართვებთ ტრაბახში, მაგრამ ყველა ამა თუ იმ ფორმით ლიდერია და ლიდერების ერთაჯდომა ძალიან ძნელია. ისე დიდხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თქვენ შორის რამდენთან ცნობილია. რამდენიმე თვეა უკვე საუბარი ამ გაერთიანებაზე, მაგრამ შედეგი ძალიან გვიან დადგა. თავარია რომ რაში ჰქონდათ უთანხმოებები? თავარია რომ არა უთანხმოებები არ გქონია, იმიტომ რომ ძირითადი მიზანი ჩვენ ერთ რამეზე მოვილაპარაკეთ, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს არის უკანასკნელი ბრძოლა. ამაზე მოვილაპარაკეთ. ახლა ჩვენ ამ ბრძოლიდან ან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, ან საერთოდ არ უნდა გამოვიდეთ. ახლა ვერ ვიხმარ მძიმე სიტყვებს, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ჩემს ადრეულ აგერ ცხოვრებაში ვიხმარე და მე მეწამომაძახეს რატო ხმარობ. ამიტომ ამ ბრძოლიდან ან ჩვენ გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ, ან საერთოდ არ უნდა გამოვიდეთ. ვინ იქნება ლიდერი, ბატონო ლევან? თქვენ თვითონ თქვით, რომ ბევრი ლიდერია ამ პარტიაში თავმოყრილი. ჩვენს პარტიას იქნება რა თქმა უნდა კლასიკური სახე, ვიცი თუ აინტერესებს ეს საზოგადოებას. პარტიის თავმჯდომარე გენერალური მდივანი რა თქმა უნდა საინტერესოა. ყველაფერს გაარკვევთ ყრილობის დღეს, იმიტომ რომ მანამდე ძალიან კიდე მნიშვნელოვანი ჩვენ აი ამ კვირის ბოლოსაც მივემგზავრებით, კიდე ეს კონსულტაციები და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ იმდენად დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ, რომ ამას საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს. ბატონო ლევან, რატომ ქართული პარტია? თქვენი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც მე წავიკითხე და მოვისმინე კიდეც არის ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგი. საქართველოში ძალიან ბევრი ეთნიკური უმცირესობაა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ არ არიან ქართველები. რატომ გონიათ, რომ რიგითი ოსი, რიგითი აფხაზი, რიგითი ქურთი, რიგითი სომეხი, რიგითი საქართველოს არაქართველი მოქალაქე მისცემს ხმას პარტიას სახელწოდებით ქართული პარტია? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მეორე იმიტომ, რომ ქართული იდეით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელსაც ვაპირებთ, რომ დაახლოებით 7 ნოემბრისთვის დავდოთ და ძალიან ესეთი მკაცრი განცხადებები ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. და ქართულ სახელმწიფოში ვინც ცხოვრობდა საქართველოს მოქალაქეა, ეს არანაირად არ ნიშნავს ჩვენ როგორც მე ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე საქართველოს ისტორიას. მაგრამ